პირველ არხზე ვიწყებთ პირდაპირ ტრანსლაციას შარჯადან, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წლის ბოლო შეხვედრა. ხვდებით მაროკოს ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა და ისიც თავის მხრივ ბოლო შეხვედრას გამართავს მსოფლიო ჩემპიონატამდე. ასე რომ საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ, მით უფრო იმ საკადრო პრობლემების ფონზე საინტერესოა როგორ გამოიყურება საქართველოს ნაკრები. საკადრო პრობლემები კი საქართველოს ნაკრებს სამწუხაროდ აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლებლობა დაგიქვამს და მატჩის წინა ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ესეთი შემთხვევა აძლევს მას შანსს გამოსცადოს ის ფეხბურთელები, რომლებიც მოიაზრებიან ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. მოიგერია ბურთი ლუკა ლოჩოშვილი, იტალიის სერიას კრემონეზეს მცველი. ჰაკიმი ჩაწოდება საჯარიმოში. რა ბურთი აიღო მამარდაშვილმა 1-2 და მე მგონი აქ არა ეს ბურთი არ ითვლება. ეს ბურთი არა ჩათვალა არბიტრმა 1-0 მაროკოს ნაკრებისათვის სასარგებლოდ. ხოლმე ის ერთი მკვდარი ბურთი მოიგერია მამარდაშვილმა, მე მგონი კარის ხაზზე მოახერხა მან ამის გაკეთება, მაგრამ შემდეგ ვერავინ დაეხმარა და მაროკომ ძალიან მალე მოახერხა ანგარიშის გახსნა. თამაშგარეზე მივუთითებდნენ ჩვენები, შემდეგ პირკველია ვერ მოახერხა ბურთზე თამაში. კიდევ ერთხელ განმეორებით ნახოთ ეს ეპიზოდი. ეს ბურთი აიღო, შემდეგ ტურში, მესამე ტურში თამაშობს კანადის ნაკრებთან. აი კანადამდე თუ შანსი დარჩა, ეს კარში დაარტყა? კარში დაარტყა და გაიტანა კიდეც ცენტრიდან გაგვიტანა ზიეშმა. წინ იყო გამოსული მამარდაშვილი. არ ელოდა აი ამ საფრთხეს, ბურთი დავკარგეთ. ზიეშმა შენიშნა, რომ მეკარე ძალიან წინ იყო გამოსული და პირდაპირ გაუშვა. რა შეასრულა ისე? ცენტრი იყო თუ თავის ნახევრიდან გაგვიტანა, მე მგონი გაგვიმეორება. ცენტრის მისადგომად. ისევ არაფრიდან მივიღეთ გოლი. იტაშიას არაზუსტი პასი და საკუთარი ნახევრიდან გაგვიტანა. ხონუ ახლა აქ რა უნდა ვთქვათ? ერთ ფეხბურთელს ხვდება ზურგზე და შემდეგ 3-0 ანგარიში. ბუფალი. და სტაბილურობა გოლი. დაასრულა შეხვედრა. 3-0 მაროკოს ნაკრებმა შესანიშნავი განწყობა შეიქმნა მსოფლიო ჩემპიონატის წინ.